ვარ ელენე აბესლავიძე 6 წლის. ვსწავლობ 22-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, ტარვარჯიში, ცეკვა, კარატე, ღერა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს დედიკო. დედიკოს მერე მიყვარს ცეკვა. ცეკვა რო ვისწავლე 3 წლის ვიყავ. როგორ ვისწავლე და ცეკვას ვუყურებდი და ისე გავიმეორე ვისწავლე. მე მაქვს 3 საყვარელი ცეკვა. აჭარული, ქურთული, ქართული, ინგლისური. მე მაქვს კარგი ტანი და მიხდება ცეკვა. სამჯერ ვიცეკვე დიდ ქორწილში. მე ვიყავი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ლამაზად ცეკვავდი. სამივე დედოფალზე ლამაზი ვიყავი. ლამაზი გოგო და გაპრანჭვა მიხდება. მე ვიპრანჭები ასე. დღების არკესთან ფეხს გადავიდებ ასე და ხელს ასე გადავიდებ. ყველა დღე ვიცმევ დედიკოს მაღალია ქუსლებს. ქუსლებიან პაპუკებს. ცეკვაში შევალ, როცა ვარჯიშს დავასრულებ. უკვე 4 წელია დავდივარ ტანვარჯიშზე. აკრობატიკაში ყველაზე მომწონს შპაგატი და კალისო და რანდატი და ფლიაკი. ჩხუბი არ მომწონს. კარატისტი რო ვიყო, აუცილებლად ვიჩხუბებდი. ტანვარჯიში არის ჩემი მასწავლებელი მარინა მასწავლებელი. გვარად არის არლიშვილი. მარინა მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლის ვარჯიშებს, მამოწმებს როგორ ვარჯიშობ და ზოგჯერ მეხუტება და მყოცნის. ერთჩემ მქონდა შეჯიბრება და 1 მედალი სახში მაქვს ჩამოკიდული. მეორე ადგილზე გავედი და ძალიან გამეხარდა. პირველზე მაგიტო ვერ გავედი, რომ ვერ დავითვალე და შემეშალა ჩამოსვლა. მე ვარ სამეულში ზემოთ. ბავშვები ვერ მიყავებენ საერთოდ, მაგიტომ მე მძიმე არ ვარ, სუსტე ვარ, მაგრამ მაინც ვერ მიყავებენ. ამიტომ უკვე 100 ჯერ გადმოვარდი. ხან აგივიტკინე, ხან აგივიტკინე. მე მინდა გავხდე სოფლიო ჩემპიონი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კაი კლასელები მყავს, კაი მასწავლებელი მყავს, კარგად მასწავლის მასწავლებელი და კარგად მიხსნის მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მეტად მხიარულია ლილე ღობერიძე. ყველაზე ცელკია სესილი. ყველაზე მშვიდია ნუცა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი, პრანჭია, სულ ლამაზი გოგო. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. ჩემთვის სწავლე და ყველაფერი ჩემთვის სწავლესო. მე ვიცი ხის ხატვა, წყალის, გემის, ყველაზე ლამაზად გამომდის გორას დახატვა. კიდევ ძალიან ლამაზად ხატავ ხეს და გემს. ახლა მე გასწავლი რაღაცების დახატვას. მე ვხატავ ზღვას. მე ვხატავ ხეს. ეს არის ტანი. ეს არის ტოტები. ფოთლები. და მზე. აქ დავხატავ გოგოს, რომელიც ხეზე ადის. ეს გოგო ვარ მე. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. არ მიყვარს ლურჯი, იმიტომ რომ ლურჯი ფერით მეშლება ხატვა. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ დავანახო ჩემ კლასელებს. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ლილე ვარშანიძეს. ის არის ჩემი კლასელი და საუკეთესო მეგობარი. მეგობრობა არის, როცა გვეთამაშება და ერთად ხატავთ, ვეხმარებით და მეგობრობთ. მე ახლა მყავს 7 საუკეთესო მეგობარი. მინდა მყავდეს 9. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ მინდა ვიყო 10 წლის. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, ბებო
და ბიძია, მამიკო და მეტი არავინ. კიდე მინდა მყავდეს 2 და 2 ძმა. ჩემი და არის 18 წლის და დეა ქვია. ის არის პრანჭია, მხიარული, იკრასკება და სამსახურში მიდის. მე მინდა დეა გამოვიდეს კარატისტი. მე მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ელზა პრინცესა. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ ისედაც პრინცესა გოგო გამოვედი. ჩემი საყვარელი მასწავლებელია მაია ბოლქვაძე. იმიტომ რომ მხიარულია, გვეთამაშება, გვათამაშებს, ფეხბურთზე ავყავთ და გვასწავლის მეცადინეობას. მე ასევე მიყვარს კარატისტობა. როდის შემიყვარდა და 3 წლის რო ვიყავ. ვუყურებდი ტელევიზორში და რო დავინახე გავგიჟდი და კარგად თამაშობდი იმას. ბავშვობიდან გამომდიოდა კარატე. ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთი. ჩვეულებრივ თამაშებიდან მიყვარს გაშეშებანა. ჩემი ნება რომ იყოს, ავგზავნავდი შვათითებანას თამაშს. ჯადოსნული ჯოხი რომ მქონდეს, გადავიქცეობდი პრინცესა. ოღონდ ნამდვილ პრინცესადო. სამოგზავროდ მინდა წავიდეს ბაკურიანში. სახლში მინდა მყავდეს 1 ლეკვი, 1 სპილო, 1 ჟირაფი, 1 ვეფხვი, 1 ლომი. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. ასე მაგიტო მგონია, რომ ჩემსავით ლამაზია და ჩემსავით კმახო პრანჭია. ბედნიერება არის ხატვა, მეგობრობა, თამაში, ერთად ხატვა და ერთად წერა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.